პროექტი იწყება, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი Galten Tagartan და BDO-სთან ერთად განახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 18 თვიანი პროექტის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრის პოტენციალს გამოიკვლევს და იმ ბარიერებს დაადგენს, რაც კომპანიებს კაპიტალზე წვდომას უზრუნავს. მეორე ეტაპზე კი შეირჩევიან კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარებიან. მხარდაჭერა მოიაზრებს აქციების თუ ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ხარჯების დაფინანსებასაც, რა კრიტერიუმით შეირჩევიან კომპანიები და რა იგეგმება პროექტის ფარგლებში. Martan ერთად გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. ოთარ შარიქაძე, Galten Tagartis მმართველი დირექტორი გვერდდება. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, რაც გულისხმობს პროექტი და რამდენად ფიქრობთ, რომ ეს იქნება გარდამტეხი, ასე ვთქვათ, ფაქტორი იმაში, რასაც კაპიტალის ბაზრის განვითარება ჰქვია და რაც საქართველოში პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად აგვიანებს გასული წლების განმავლობაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ დღეს ამ თემით ვართ მოსული თქვენთან, იმიტომ რომ მართლაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროექტი თვითონ არის სამი ნაწილისგან შედგება პროექტი თვითონ. პირველ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ამ ეხლა რომ მოხდეს ბაზრის დიაგნოსტიკა. ანუ რეალურად ჩვენ ვესაუბრებით ყველა მოთამაშეს, რომელიც კი ბაზარზე მონაწილეობს, ეს იქნება მარეგულირებელი ფინანსის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ასევე ემიტენტები, თუ სამომავლოდ კომპანიები, ვინც ფიქრობენ კაპიტალის ბაზარზე გამოსვლას და მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ინვესტორებთანაც გვაქვს კომუნიკაცია. რეალურად პირველი ნაწილი ემსახურება იმას, რომ დავადგინოთ რა მოთხოვნა არის ბაზარზე, რა პრობლემები არსებობს და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რა ბარიერები შეიძლება არსებობდეს, რომ კომპანიებმა მარტივად შეძლონ ხვალდაზე ბაზარზე გამოსვლა. შემდეგ ეტაპი შეეხება უკვე აი ამ პრობლემატიკის გაანალიზებას და ჩამოყალიბებას იმ კრიტერიუმებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ როგორ და რა ფორმით უნდა შეიჩინეს კომპანიები, რომ რა უნდა იყოს ის კრიტერიუმები, რაც უნდა დავაფინანსოთ ერთის მხრივ და მეორე მხრივ, რას უნდა აკმაყოფილებს თითოეული პოტენციური ემიტენტი, რომ თქვათ ამ პროექტში შერჩეული იქნეს და ბოლო ეტაპზე გავიდეს, სადაც მოხდება უკვე დაფინანსება. მესამე ნაწილი, რომელიც ცალსახად მნიშვნელოვანი ნაწილია, იქნება, რომ ფინანსურად უკვე მოხდება გარკვეული სერვისების თანადაფინანსება, რაც უკვე ხელშესახებ ბენეფიტს მოუდანს ნებისმიერ ქართულ ემიტენტს, ვისაც მოუნდება ამ ეტაპზე ბაზარზე გასვლა. ამის პარალელურად შეიძლება ესაა ტექნიკურად მოვყევით, თუმცა ამის პარალელურად გვექნება ძალიან ბევრი კომუნიკაცია ბაზართან, იმიტომ რომ ჩვენ ორშაბათს გვქონდა პირველი ვებინარი ამ მიმართულებით, სადაც გავაცანით პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებს ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ და ერთი მთავარი თხოვნა, რაც მე მქონდა ამ ვებინარის დროს, იყო რომ აუცილებელია რომ ამ პროექტში ჩართული იყოს თავიდანვე ეს პოტენციური ემიტენტები, იმიტომ რომ ეს პროექტი კეთდება მათთვის. ხედავთ ასეთ ემიტენტებს ბაზარზე, არის ამის პოტენციალი. იცით რა არის
სხვა შორის ძალიან გამიხარდა და ისე გაგვიკვირდა მართალგეთად, იმიტომ რომ ორშაბათი იყო 11 საათი, რომელიც საკმაოდ მძიმე დღეა ხოლმე ბიზნესებისთვის და ძალიან მოკლე ვადით დავაანონსეთ ეს ვებინარი და დაახლოებით 150 კაცი იყო შემოსული. და მას შემდეგ ქონდა კომუნიკაცია კიდე ბევრ კომპანიასთან, ვინც დაესწრო და საერთოდ მოხარული იყო ამ ტიპის პროექტის დაწყებით. და სხვა ვინც ვერ დაესწრო, მაგრამ გთხოვა რომ იგივე პრეზენტაცია გამომიგზავნოთ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გქონდესო. ასე რომ ჩემი აზრით, ბაზარი ამ ტიპის პროექტებს ელოდება ყოველთვის და მე მგონი ღიაა რომ ესეთი პროექტები განხორციელდეს, იმიტომ რომ ხელს შეუწყობს პროექტი კაპიტალის ბაზრის განვითარების დაჩქარებას. კარგით, ეტაპობრივად რომ მივყვეთ, დიაგნოსტიკა ტიკის გარეშეც, რაც ვიცით, რომ არის ბარიერი მნიშვნელოვანი, რაც უშლის ხელს კაპიტალის განვითარებას, ბაზრის განვითარებას და იმას, რომ კომპანიებმა გამოუშვან ან ფასიანი ქაღალდები იქნება ეს სავალო თუ სააქციო, არის ის, რომ ერთი გამჭვირვალობის სტანდარტი არის გასაუმჯობესებელი და გვყავს მარეგულირებული ბაზარზე ეროვნული ბანკის სახით, რომელიც პრინციპში თავის ფუნქციას ასრულებს და ყველა ჯერზე, როდესაც მეტნაკლებად გამჭვირვალე კომპანია უშვებს გარკვეულ საფასიან ქაღალდებს მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყოს, რაც ვარაუდოდ ასევე არის შემოფერხებელი ფაქტორი, რადგან ერთის მხრივ გამჭვირვალობა კომპანიების დაბალია, მეორეს მხრივ მარეგულირებელი საკმაოდ კონსერვატორი. ამას ემატება რიგი ფაქტორები, იგივე ხარჯები ემისიასთან დაკავშირებული ის პროსპექტის მომზადება, რაც ალბათ დაეხმარებით თქვენ, თუმცა აი ამ გამჭვირვალობის ნაწილში როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა? ის რა არის რეალურად ცალსახად გამჭვირვალობის პრობლემა არსებობს ბაზარზე, თუმცა სხვა პრობლემებიც არის, რომელიც არ ეხება გარკვეულ თითოეულ ემიტენტს. პირველ რიგში ეკონომიკის ზომა არის, ქართული კომპანიების ზომა არის და იმ კომპანიების რაოდენობა, რომელსაც პოტენციურად შეუძლია, ანუ ასე ვთქვათ, სტანდარტულ კაპიტალის ბაზრის პროდუქტები გამოუშვან, როგორც იქნება ობლიგაციები ან სამომავლოდ სააქციო ფასიანი ქაღალდები. რაც შეეხება ჩვენი პროექტის ფარგლებში რა შეიძლება გავაკეთოთ, არის რომ ამ ეტაპზე არ გაუსწრებ წინ მოვლენებს და პირველ ეტაპზე გვინდა რომ დიაგნოსტიკამ გვაჩვენოს თუ სად არის რეალურად ხარვეზები. ხარვეზი შეიძლება იყოს რომ ხარჯი იყოს ბევრი, პირობითად იგივე სარეიტინგო მომსახურების ხარჯი საკმაოდ ძვირია დღესდღეობით და ეს შეიძლება ამის თანადაფინანსება მოხდეს, ან გამოჩნდეს რომ კომპანიებს სხვა ტიპის პრობლემები აქვთ, მაგალითად შიდა რეპორტინგი. ჩვენ ვაწყდებით ხანდახან შემთხვევებს, თუმცა ვესაუბრებით კომპანიებს, პრინციპში კომპანია საკმაოდ თუმცა ვგზნობთ რომ შიგნით თვითონ მენეჯმენტის დონეზე არის გარკვეული ხარვეზები რეპორტინგის კუთხით, ამიტომ ამაზე შეიძლება რომ გარკვეული კონსულტატების დაქირავება მოხდეს და ამის გაუმჯობესებაც. ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია რომ დავადგინოთ რეალურად ის პრობლემები, რაც აწუხებთ ემიტენტებს, რომ გავიდნენ ბაზარზე. მეორეს მხრივ უნდა ვისაუბროთ ასევე ინვესტორებზე, იმიტომ რომ არ შეიძლება სამხრივად ვისაუბროთ ემიტენტებზე და არ გავითვალისწინოთ პოტენციური ინვესტორების მოთხოვნილება. დღესდღეობით შემიძლია თქვა, რომ თუ შევადარებთ ორ მხარეს, ხო, ერთის მხრივ ემიტენტების მდგომარეობა და ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და მეორეს მხრივ
ის მოთხოვნილება, რომელიც მოდის ინვესტორების მხრიდან, მეორე მხარეს გაცილებით უფრო წინ ვართ. დღეს ვგზნობთ, რომ ინვესტორები საქართველოში რჩებიან და მათ აინტერესებთ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით, მათ შორის იმითაც, რომ სოფლიოში გლობალურად დღეს საკმაოდ დავარდნილია მომგებიანობა ან დოლარზე, ანუ რეალურად პროცენტები არის ძალიან დაწეული, მათ შორის საქართველოში, ამიტომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც საქართველოს რისკი უკვე აღებული აქვს და ანუ იცნობს საქართველოს ეკონომიკას და აქვს თანხები საქართველოში, ეძებს საინტერესო ფასიან ქაღალდს. თქვენ სახელმწიფო ბონდებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, ხო? არა მარტო, მართლა კიდე ჩვენ გარდა თქვათ იმ სერვისსა, როცა ვეხმარებით ემიტენტებს ობლიგაციების გამოშვებაში, როგორც იცით, გვაქვს საკმაოდ დიდი საბროკერო მიმართულება, სადაც ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საშუალო თუ დიდ ინვესტორებთან და ვხედავთ, რომ მოთხოვნილება იმაზე, რომ მივაწოდოთ საინტერესო ფასიანი ქაღალდები დოლარში და მათ შორის ლარშიც, იმიტომ რომ დღესდღეობით საკმაოდ გაზრდილია ლარზე პროცენტები, ძალიან დიდია და სამწუხაროდ დღესდღეობით ვერ ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას და აი ტიპის პროექტები, რომელიც EBRD-ის ორგანიზებით ხდება და ევროკავშირის თანხები არის მობილიზებული, ალბათ ჩემი აზრით ხელს შეუწყობს ამ ემიტენტების რაოდენობის ზრდას ბაზარზე. მოდით ვიმსჯელოთ იმაზე, თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ არის მოთხოვნა რეალურად თუ ამოვალთ ბაზრის საბაზისო პრინციპებიდან, თუ არის მოთხოვნა, უნდა იყოს მიწოდება. როგორც ჩანს, რადგან მიწოდება არ არის, ქართული კომპანიები არ საჭიროებენ ამ ტიპის კაპიტალს, ან მათთვის იმდენად რთულია და იმდენად არ უღირთ ემისია, რომ უბრალოდ ამჯობინებენ სხვა მიმართულებიდან მოიზიდონ თანხები, თუ სხვა არგუმენტიც შეიძლება იყოს. იცით რა არიან რეალურად, რომ შევხედოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, კაპიტალის ბაზარი არის საკმაოდ ცუდი სიტყვა იმიტიულ დონეზე, მაგრამ რეალობა ეს არის, რომ გვაქვს საკმაოდ მარტივი პროდუქტები. ანუ ნაკლებობა გვაქვს სტრუქტურირებული პროდუქტების, ნაკლებობა გვაქვს დერივატიული პროდუქტების და მოთხოვნას ნაკლებია ამ ტიპის ფასიან ქაღალდებზე. დღეს როცა ვესაუბრებით ნებისმიერ ინვესტორს მისი მოთხოვნა არის რა, რომ ისედაც ფასიან ქაღალდს, რომელიც გამოშვებულია საკმაოდ დიდი კომპანიებისგან, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, აქვს საკმაოდ კარგი ბიზნეს გეგმა, ყავს დალაგებული მენეჯმენტი, აქვს ბორდი, ასევე აქვს ასე ვთქვათ პოტენციალი და რაც თავარია, ასევე უშვებს საკმაოდ დიდ მოცულობას, ანუ რეალურად ლიკვიდობა, ანუ მეორადი ბაზარი, ასევე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ეს რა ჩამოვთვალე ახლა 5-6 კრიტერიუმი, რომ კარგი ისტორია, კარგი ბიზნეს გეგმა, კარგი რეპორტინგი და მზარდი პოტენციალი, სამწუხაროდ ქართულ ეკონომიკა მცირეა და რთულია რომ მოიძიო ამ ტიპის კომპანიები. მეორე მხრივ, თუ მოიძიებთ ამ ტიპის კომპანიებს, რომელიც ცალსახად არსებობს ქვეყანაზე და საქართველოში მათ შორის და ანუ ამ კომპანიებს ვსაუბრებით, მათ აქვს სხვა დაფინანსების წყაროებიც, ეს იქნება ბანკები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამიტომ ესე მარტივად ვერ ვიტყვით, რომ თუ კარგი კომპანია რატო არ გამოდის კაპიტალის ბაზარზე, იმიტომ რომ კაპიტალის ბაზარზე გამოსვლას მოყვება ბენეფიტები, რა თქმა უნდა, თუმცა ასევე ვალდებულებები, იმიტომ რომ ანგარიში ვალდებული ხდებით თქვენ უკვე ინვესტორების მიმართ და თქვათ გარკვეული სწორედ ეს თქვის, როგორც ჩანს
რუღით და ისწორედ აქ მინდა გკითხოთ მეორე ეტაპის პროექტის მეორე ეტაპი რას გააკეთებს იმისთვის რომ ამ კომპანიებს დაანახოს რომ მათ უღირთ კაპიტალის ბაზარზე გასვლა მიუხედავად იმისა რომ რიგი მიმართულებებით მოგვარებული აქვთ თქვათ ბორდი ყავთ გამჭვირვალობაც ასე თუ ისე ნორმალურია თუმცა ამ დრომდე ისინი არ ფიქრობდნენ გასვლას ბაზარზე თქვენ როგორ ფიქრობთ რომ დაარწმუნებთ მხოლოდ იმით რომ ემისიის ხარჯებს დაუფინანსებთ თუ სხვა ტიპის ბენეფიტებსაც შესთავაზებთ ეს ფაქტობრივად ერთგვარი ინცენტივია რასაც ახლა ეს პროექტი აპირებს რომ გააკეთოს ხო ბაზარზე იმისთვის რომ მათ აიძულოს ან დააინტერესოს ემისიით. ის რა ჩვენ ანუ ვერ ვიტყოდი რომ კომპანიებს არ უნდათ ისინი ანუ ჩვენ ახლა ხედავთ რომ ბოლო რამოდენიმე წელია ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები კომპანიებთან რომლებიც მოდიან და გვეკითხებიან რას ნიშნავს და ბონდი გამო რა ბენეფიტს მომცემს მე თქვა იგივე საბანკო დაფინანსებასთან ან ნებისმიერ სხვა ტიპის დაფინანსებასთან. ანუ ობლიგაციის გამოშვება არ არის თქვა მარტივი პროცესი, ეს გარდა იმისა, რომ ტექნიკურად უნდა გაიწეროს ბევრი დოკუმენტი, ანუ კომპანიაში ზადება არის ამის საჭირო და მენეჯმენტის გადაწყვეტილება რომ აუცილებელია ამ გზით წავიდეთ, იმიტომ რომ რეალურად არ დაგვავიწყეთ რომ ერთის მხრივ ჩვენ როგორც მოთამაშეების ბაზარზე გვინდა რომ კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, თუმცა კომპანიების მხრიდან კაპიტალის ბაზრის განვითარება არ უნდა იყოს თვითმიზანი. ანუ მათი თვითმიზანი არის რომ მიიღონ ის დაფინანსება, რომელიც იმ განვითარებას ეტაპზე სადაც არის მორგებული მათთვის და თუ ესეთი პროდუქტი აღმოჩნდა რომ არის ობლიგაცია ან აქციები, მაშინ მოძებნონ ის ინვესტორები ბაზარზე, რომელიც იმ მომენტში ჭირდებათ. ამიტომ აუცილებელია ჩვენ მეტი ინფორმაცია, მეტი ცნობადობა და მეტი ასე ვთქვათ, ბენეფიტების შესახებ მოუყვეთ ამ კომპანიებს, რომ ისინი მიხვდნენ თუ რატომ არის საინტერესო ამ ბაზარზე გამოსვლა. და ინვესტორების მოძიებაში დახმარებას გულისხმობს, ვთქვათ, ხელშეწყობა. სრა ჩვენ იგივე დიაგნოსტიკის პერიოდში გამოვკითხეთ დაახლოებით 30-მდე დიდი მსხვილი ინვესტორი, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანი ვთქვათ, ახორციელებს ინვესტირებას და ვთქვათ, ვკითხეთ თუ რა ინცენტივები უნდა ყოფილიყო ბაზარზე, რომ მათ უფრო მეტ ფასიან ქაღალდში ჩაიდოთ ფული. ბევრი საკითხი იყო ჩამოთვლილი და მიდის ახლა ამის გაანალიზება, რომ შემდეგ ეტაპზე რომ გადავალთ უკვე კონცენტრირება გამოვახდინოთ ამაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ცნობადობა უნდა არსებობდეს ამ ბრენდების. ჩვენ მქონია შემთხვევები, როცა დაგვიწყია მუშაობა საკმაოდ დიდ კომპანიებთან, რომლებიც არ არიან, თქვათ, ბრენდირებულები, ან არ აქვთ ის ბრენდი, რომელიც, თქვათ, ცნობილია ესე ყველა რიტეილ მომხმარებლებში და ამიტომ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება დაგვჭირდა ინვესტორებისთვის, რომ ცნობადობა აგვეწია ამ ბრენდის, იმიტომ რომ ერთის მხრივ თქვენ წარმოგიდგენთ რომ ხართ უცხოეთში, არ ვიცი, მთელი ცხოვრება მუშაობთ იქ და თქვენი ცხოვრების 95% ატარებთ იქ და საქართველოში გირეკავთ ბროკერი ან ბანკერი და გეუბნებათ რომ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროდუქტი არის და ხო ხედავთ ფულს და თუ თქვენ არ იცნობთ იმ ბრენდს და არ გინახიათ ის პროდუქტი საკმაოდ რთულია რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ესე შორტ დისტანციაზე. აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ჩვენაირმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი დრო დახარჯონ ქართული კომპანიების გაცნობაზე უცხოელებისთვის.
ამის გაკეთებას. აუცილებლად. გასაგებია და რადგან ახსენეთ წერან რომ არის პრიმიტიულ დონეზე განვითარებული ქართული კაპიტალის ბაზარი, რაც პრინციპში წლების განმავლობაში გამოკვეთილი ტენდენცია და სამწუხაროდ ჯერჯერობით ბიძგი არაფერმა არ მისცა და აღნიშნეთ რომ სიმცირე შეინიშნება კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტების მაგალითად დერივატივების და ასე შემდეგ თუმცა არის გარკვეული ინიციატივებიც ამ ქართულებით ერთის მხრივ ჩვენ ვიცით რომ ეროვნული ბანკი მუშაობს ეგრეთ წოდებული covered ბონდების პროდუქტის შექმნაზე რომელიც გულისხმობს იპოთეკით უზრუნველყოფილ ბონდებს და რაც შესაძლოა იყოს ერთგვარი ამახალისებელი ფაქტორი, მათ შორის მაგალითად საპენსიო ფონდისთვის, რომელმაც შესაძლოა ინვესტირება მოახდინოს მსგავს პროდუქტში და მეორეს მხრივ გვაქვს კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელიც ყველა ამბობს და ყველა აღიარებს, რომ საკმაოდ კარგი დოკუმენტია, თუმცა ამ დრომდე ვერ ვნახეთ წახალისებული საინვესტიციო ფონდები. თქვენი აზრით, აი ამ ტიპის პროდუქტების შექმნა მოგცემს გარკვეულ შედეგს, რომ თქვათ ინვესტორები უფრო წაახალისოს. ეს თარგმნია ჩვენ მე როცა ვახსენებ პრიმიტიული დონე განვითარების იგულისხმება ის რომ ჩვენ რო შევადაროთ კაპიტალის ბაზარი, რომელიც არსებობს ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი არჩევანი პროდუქტების. არის პროდუქტები, რომელიც არის ძალიან პატარა კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის, კომპანიები, რომლებიც ძალიან მზარდები არიან. მე ამაში ვიგულისხმებ, უბრალოდ არჩევანი პროდუქტების არის ძალიან მცირე და რატო არის მცირე? იმიტომ რომ ინვესტორებიც ეძებენ ამ ეტაპზე ამ ტიპის პროდუქტებს. სამუშაო გვაქვს ინვესტორებთანაც, რომ მათ დაიწყონ გარკვეული დამატებითი რისკის აღება, რომ უფრო რთული საკლებად პრიმიტიული, მაგრამ უფრო რთული პროდუქტების შეთავაზება შევძლოთ. ხა რაც შეეხება თვითონ ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკი ჩართულია რა თქმა უნდა ამ პროექტში და მხარს უჭერს ამ პროექტს და მათ შორის ვებინარზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო ნიკოლოზ გაგვა, ვინც ასევე ხარი დაუჭირა ამ პროექტს და ჩვენ ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობთ. ძალიან ბევრი რამ კეთდება და მივესალმები იმასაც, რომ საუბარია ეხლა დღესდღეობით მიმდინარეობს საუბარი covered ბონდების განვითარებაზე. გვაქვს უკვე საპენსიო ფონდი, სადაც საკმაოდ დიდი თანხებია აკუმულირებული და შეიძლება 2022-ში ვერ, მაგრამ 2023-დან მაინც უფრო აქტიურად დაიწყება ინვესტირება, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე მაინც ფონდმა უნდა დაიკავოს დაბალ რისკიანი ნიშა, ასე ვთქვათ, ინვესტირების. თუმცა მე მგონი, რომ ნელ-ნელა ახალ-ახალი პროდუქტები გამოდის, თუმცა ჩვენ უკვე წლებია ვიძახით, რომ ჩვენ გვაკლია გზამკვლევი ამ ბაზარზე. ანუ ჩვენ ვერ ვაფასებთ, აი რას ნიშნავს გაიცადო რომ ვთქვათ, რომ აი წარმატებული წელი იყო. ეს რას ნიშნავს? როგორ შევაფასოთ? ანუ ჩვენ უნდა დღეს დავждეთ სახელმწიფო სტრუქტურები, ეროვნული ბანკი, ჩვენ მოთამაშეები და ერთობლივად შევთანხმდეთ ხვალინდელ თამაშის წესებზე. რას ნიშნავს? რას ვეძახით ჩვენ განვითარებულ კაპიტალის ბაზარს 3 წელიწადში, 5 წელიწადში? ეს აუცილებელია, რომ ეს თუ არ გვექნა, საკმაოდ რთული იქნება, რომ ჩვენ ინვესტორებს აუხსნათ, რომ იცი რა, დღეს გვაქვს ეს მარტივი პროდუქტები, მაგრამ ხვალდაზე დავიწყებთ სხვა ტიპის პროდუქტების გამოტანას ბაზარზე, რაც ასევე
ჩემ პორტფელს უფრო მრავალფეროვანს და დივერსიფიცირებულს გახდის. ისე რომ ჩვენი დიდი მთავარი მოთხოვნა და დღესდღეობით ვსაუბრობთ ეროვნულ ბანკთან მათ შორის არის რომ დავждეთ ერთად ყველა ბაზრის მოთამაშე და შევიმუშაოთ სტრატეგია შემდეგი 5-10 წლის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს დასხდებით და ჩვენ რა თქმა უნდა მივედევნებთ თვალს როგორ განვითარდება მოვლენები მათ შორის ამ პროექტთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვაცანით ჩვენ და ჩვენს მაყურებელს, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან აინტერესებს. კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა. ოთარ შარიქაძე, Golden Dagger's მმართველი დირექტორი გახლდათ ჩვენი სტუმარი, ვსაუბრობდით ახალ პროექტზე, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით იწყება EBRD ახორციელებს Golden Dagger'თან და ვიდეოსთან ერთად და ეს გულისხმობს კაპიტალის ბაზრის განვითარების შემამფარხებელი ფაქტორების გამოკვლევას, ასევე ქართული კომპანიებისთვის დახმარების გაწევას იმაში, რომ მათ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები და მოიწიონ ინვესტორები. ავარიული სახლების ჩანაცვლებას თბილისის მერია